la felicità. A proposito di felicità, cercatela tutti i giorni, continuamente, perché è lì, ce l'avete, ce l'abbiamo. გამარჯობა. ალერმოს აეროპორტში ვარ და ძალიან მიხარია. შვებულება და შვებულების დროს სიცილიაზე ჩავუფრენა. არ ვიცი, საფული რო გავიგე ცუდია, მაგრამ ესეც შემოდგომა, რა ვიცი, ეხლა ავტობუსის ბილეთებზე რო ვიყიდო, რომ გავიდე პალერმოს ცენტრში. ეს პიკოლო ვახე მე და ეს ერთი ზომი წვეთ ერთად რო ჩავშვა. ჩემი და ქალი თაკოს ჩამოფრინდა, ის ვენაში რადგან ცხოვრობს პირდაპირ ვენიდან გადმოფრინდა და ჩვენ გადმოფრინდით რომიდან. ერთი დღე დავრჩით რომში და დილით 10 საათზე გვქონდა ფრენა. ვიკირავეთ Airbnb-ზე სასტუმრო, ბევრნი ვართ და საკმაოდ კარგი ფასი გამოდის. თუ თადარიქს დაიჭერა ადამიანი და დაიწყება ძებნას, მშვენიერ ფასად იყო ბინები. დაახლოებით 3 თვით ადრე დავიჯავშნა მე. თაკოს 3 საათად ადრე ქონდა ფრენა. და ადრე ჩამოვიდა, ამიტომ ქალაქში გამოვიდა ჩვენზე ადრე და ავტობუსში გადაიხადა და 6.5 ევრო. ჩვენ რადგან ბევრნი ვიყავით, მინივენით წამოვედით და 8 ევრო გამოგვართვეს ერთ ადამიანს. რადგან ჩეკინი არის მოგვიანებით, შუადღით სადღაც 3 საათისთვის, ახლა ჩვენ დავტოვებთ ჩანთებს და გავარდებით საჭმელად და მინდა რომ ჭამოთ ბაზარში, ანუ ვალერმოში არის რამდენიმე ბაზარი და მხოლოდ ერთში ვარ ნამყოფი. და მაღაზია უკეთესი ყოფილა აქედან უფრო ახლოს და ერთი სული მაქვს რომ ვნახო და თან ძალიან შია. Per se si dovesse staccare la luce, il contatore o questo di qua. ჩემი სახლია მასპინძელი და იმასაც ნინო ქვია. ოღონდ იტალიაში ნინო ქვია კაცებს და ყოველთვის როცა მეკითხებიან რა ქვია, ვეუბნები ნინას, რომ დაბნეულობა არ გამოიწევს, იმიტომ რომ ესეთი სახე აქვს ხოლმე, რატო ქვია ნინო და რა ნინა. ხოდა ეხლა რომ გამოვიდა და სახელი თქვა, მეგონა მე მომართავდა და თურმე თვითონაც ნინო ქვია. მორჩა დავტოვეთ ჩანთები და ძალიან გამიხარდა რომ ჩეკინამდე მოხერხდა ჩანთების დატოვება, იმიტომ რომ მოგვიწევდა წავსულიყავით. მერე მოსულიყავით აგვეტოვებინა ჩანთები. და ეხლა პირდაპირ გასაღები მოგცეს, სახსასუქ თავებდნენ და ჩანთების დატოვებაზე უარი არ გითხრეს და ამ ნინოზე ძალიან კურიოზი იყო ვიცინე. თავიდან რომ გამოვიდა შორს ვიდექი და ჩემი სახელი რომ გავიგონე, მეგონა რომ Airbnb-ზე მქონდა მითითებული და იკითხა ალბათ ვინ დაჯავშნაო ვისახეს საერთოდ თურმე თავის წარადგინა. ხო და ამაზე მე ძალიან ვიხალისე. პალერმოში არის რამდენიმე ბაზარი, თუ არ ვცდები 4 ყველაზე დიდი ბაზარია. და არის რესტორნები, კაფეები. მე მხოლოდ ერთი მაქვს ნანახი, ვიჩირია, როცა აქ ვიყავი. და ეხლა მივდივართ მერკატო კაპო ქვია. და წესით უნდა იყოს უფრო მეტი რესტორნები და უფრო კარგი ვარიანტი მოკლედ. Posso? Grazie. აუ, ძალიან დიდია. ეს ამას არ აღუშავს, მაგრამ მე მგონი ერთს არ მიხდება. როგორი მგზავრე? ძალიან კარგი. ცოტა ხანი მეგონა ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან ვიყავი. 1 საათი კი ვიფრინე, მაგრამ აი აეროპორტში რომ საერთოდ დაყოლება არ იყო და კომფორტულად ეხლა რადგან ქვეყანას არ ვკვეთით, უპრობლემოდ ძალიან მარტივად გავიარეთ ყველაფერი და თურმე რა კარგი ყოფილა. პატარა ფლიმარკეტს წავაწყდით. აუ, ესენი ძალიან მომწონს, საყვარლებია. უკვე ხმებზე ეტყობა, ვაიმე, რამდენი ხალხია. სანამ ფეხი შემოვადგი, უკვე ხმაური და ყვამლი და ენერგეტიკა ვიგრძენი. ყოველ ფეხსნაფზე გქონია რომ ჩხუბობენ ისეთი ყვირილი და შეძახილებია. მარიო ჩვენ თაკოს ჩანთის დასატოვებლად მივუბრუნდით მე და თაკო და სხვები წამოვიდნენ და რაღაცნაირად დავცით გზაში და ეხლა ველოდებით აქ ბაზარში. მობილურები 1%-ზე გვაქვს, ამიტომ დავსხედით რენდომ ადგილას, სადაც მობილურებს წერით. ადგილობრივი ლუდი ავიღეთ და ძალიან გემრიელია, კრაფტულდია მე მგონი. სანამ თავარ კლებაზე გადავალთ, გავმარტოვდით ჩვენ, არანჩინებს მივირთმევთ ადგილობრივ ლუდთან ერთად. მშვენიერია, ზოგჯერ შეცდომები მოსულა. ჩვენი არანჩინები ბრინჯი აქვს, მუხუდო აქვს, ხორცი და გემრიელია.
სხვადასხვა სატესტო რაღაცეები შევუყვეთ. ეს არის შემწვარი კალმარი. კაია, ვარცხები, ესეც კალმარი იყო. ეს სანდემრელია. თავარი გმირის სტუდიაში. ეს სუნელებია და მე ვფიქრობ, რომ ამას ავიღებ. აი კიდე ესეც კაია. ასეთებს ავიღებ ჩემთვის. ესეც ჩვენი ოთახი. ეს ბევრად უფრო დიდი ოთახია ვიდრე გვერდით, ამიტომ გოგოებმა მოახდინეთ ამ ოთახის ოკუპაცია. აუ, ივანი მაინტერესებს ძალიან. ой, პაცუკა ივანია. ჩემი აზრით მშვენიერია. იქ ბაზარში გამოსასვლელთან რაღაცები ვიყიდე დედა ჩემისთვის და ბიბე ჩემისთვის. ძალიან საყვარელი ჭიქები ყავესთვის. საერთოდ გამოვედით, ძალიან კარგი ამინდია. ამზეც გადავიდა. ჩვენ რადგან რომიდან ჩამოვედით, საკმაოდ ბევრი ვიარეთ სეირნეთითაც და აქაც დავიღალეთ დილიდან დიდ ხონდა ფრენა და გვინდა რომ ეს დღე მსუბუქად ჩავამთავროთ. პროგნოზის მიხედვით ბოლო დღე მოგრუბლულია და რადგან შეიძლება მზიანი არ იყოს, ასე გადავანაწილე დღეები. ხვალიდან პალერმოს გარეთ სანაპიროები, სადაც გვინდა რომ წავიდეთ. წავალთ, მერე უკვე დავასრულებთ პალერმოთი. ეს არის მეორე ბაზარი პალერმოსი, ბუჩირია. დიდი ალბათობით ახლა აღარაფერი აღარ ხდება აქ, იმიტომ რომ საღამოა. თევზის ბაზარი იყო, მახსოვს, ძალიან ხმაური იყო და რა ვიცი. დღეს რაღაც სიმშვიდეა, ხმაური არ არის, უფრო დავარცხნილი ატმოსფეროა. მოვიდა მისი უმრავლესობა. გუშინ რო დავბრუნდეთ ბინაში, ისე გავითიშე, არაფერი არ მახსოვს. ძალიან დავიღალე და ფეხები ძალიან ტკიოდა. დღეს არის დიდი დღე. დღეს მივდივართ ჩეხალოში. ვიწვი. ძალიან ცხელა.
მოდი ავტობუსო, please, მალე მოდი. სადღაც 7 გაჩერება, მე მგონი მატარებლის სადგურამდე. ისე უცებ მოვიდა სხვა ავტობუსი, რომ სანამ გავიაზრეთ, როგორ აღმოჩნდა ავტობუსი არ ვიცი და ბილეთები არ მქონდა წინასწარ. ანუ გვეგონა, რომ ბარათით ვიყიდით, როგორც რომ შევყიდულობთ ხოლმე ჩვეულებრივ ციფრულად რომ მიაგებთ და ამ ავტობუსში არ იყო ეს ციფრულად საყიდელი, ანუ უნდა ქონოდა ხელზე. ერთი ძალიან საყვარელი აქაური ქალი იჯდა ავტობუსში ასაკიანი და მივხვდა, რასაც ვაკეთებდი, რომ ეძებდი გადასახელს და ამიხსნა, როგორ უნდა მოქცეულიყავი. და აქაური კილოთი, ანუ აქაური იტალიურად ვინც ლაპარაკობს რა, ცოტა ვიჭერს გაგება. ხო და მაგასაც მივხვდა და უფრო გასაგებად დანელა ამიხსნა. აი სადგური არის პირდაპირ იულიუს კეისრის მოედანზე. ახლა მოვედით სადგურის წინ და აი აქ არის კაფე და აქვის ხედით მახსოვს მაშინ როცა პალერმოში ვიყავი. უკანა გზაზე ავტობუსს ველოდებოდით კატანიისკენ. მაშინ აქ ველოდებოდით ჩვენს რეისს. აქედან გადავუღოთ ახლა რომელ საათებზე გამოდიან. აი 5 საათი და 9 საათზე გამოდის ბოლო წესით. ხო. 11:05 წუთით წერია, მაგრამ ნუ იქ ვითხეს რომ 9 საათამდე დადიანო. აქ გადავწყვიტეთ შესვლა. ნახოთ აბა. აბა რა არჩევანია? ბურგერებია? აქ როგორც ჩანს მხოლოდ ბურგერებია საჭმელები და მე რაღაც სხვა მინდოდა. გავრისკერა, შევუყვეთე ბურგერი, იმედია გემრიელი იქნება და ახლა აქეთ გადმოვაკითხე. ბიჭებს რას უყვეთავენ მაინტერესებს. ნაყინის და კბილაულის უზარმაზარი კაფეა გვერდით. დროს უდამრჩება ყავას აკთავლა. ჩემს ყოველი იტალიელი მომღერლის სიმღერა ჩაიწყო. ეხლა მეორე სიმღერა ჩართეს. არ მოცია ჭამა. სადგურიდან პირდაპირ სანაპიროსკენ მივეშურებით. ეს არის ადგილი, სადაც პატარა ჰაიკინგი შეიძლება გააკეთო, გახვიდე ზემოთ ფეხით. კაცო გახსოვს აქ დაკეტილი რო დაგხვდა, ასლა როცადეთ. გვერდით ქუჩაზე გავდივარ. ასეთი ვიწრო გასასვლელია ერთი ქუჩიდან მეორე ქუჩაზე. ჩვენი მისიის მთავარი გმირი მიყავს. ისე რომ თვითონ არის ეს
ჩვენ მივდივართ ახლა ფოტოების გადასაღებად ვითო. აი ეს ქალბატონია. ეს მომენტი. ნათი, აიცი რა ქენი? აი ზვალე შორტიანის მიმართულებით, გაიხედე. აი კიდე შეტრიალდი ოდნავ მარჯვნივ. აი ხელები გაშალე. მარჯვნივ გახედე იმ ზვალე შორტიანს. ეხა მარცხნივ გახედე. ემოციები. მოიცადე ამ ხელით. თან ძალიან ბევრი პინია რუკაზე რა. იქ დაგვტოვა მძღოლმა, ჩავედით, დაკეტილი იყო, ჩეხი იყო, მე აქედან გადავხედეთ და აქედან გონია რომ ჩავალთ სანაპიროზე. აღმოჩნდა რომ სანაპიროზე ვერ შევალთ და დღეს ვერ შევალთ თუ ზოგადად რამე კონკრეტული საათებია ვერ მივხვდით, მაგრამ ჩვენ აქ ჩამოგვიყვანა მძღოლმა. არასწორად დაგვტოვა ფაქტია მძღოლმა და აქ ადმინისტრაცია დავალაპარაკეთ მობილურს და ახლა წავიყვანთ. ჩვენ ვართ აი აქ და რეალურად უნდა წავიდეთ აი აქ. ფეხით შორია ცოტა, მაგრამ მანქანით ახლოა. ზღოლმა პირველად სადაც მივიყვანა, რა ვიცი, აი არაფერი არ იყო, იყო მარტო წყალი და მოცუცქნული სანაპირო, არც ლამაზი ხედი, არც რამე ლამაზი წყალი, არაფერი არ ჩანდა, ანუ რისთვისაც მოვდიოდით აქ არაფერი არ იყო. მოკლედ მე თავი წავაყვანეთ სხვაგან. სადაც დაგვტოვა იქ, უკეთესი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვერ შევედით, დაკეტილიაო და მე უკვე ადმინისტრაციასთან მივედი და ვთხოვე, რომ ზღოლისთვის აეხსნათ, სადაც უნდა წავიყვანეთ. ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ მოვაგენით იმას, რასაც ვეძებდით. მოგშივდა და ეს არის ჩვენი მენიუ. ჩენი არის ტონო, ხო? ეს არის კაპუჩო. ფრეშია და გამრიელია რა. ალკოჰოლის სტაფია და ძალიან ეუცხოვად ჩვენი ენა. რა ენაზე საუბრობთ? კითხე ქართველები აქამდე აქ არ ყოფილან, ხო და? არ მახსენდებაო. ძალიან მეგობრული სტაფია სხვადასხვის. ისეთი მარილიანია წყალი, რომ 10 წუთის წინ ამოვედი და დამარილებული ვარ. ეს რა არის? კოტერას მიერთმა. ზმუზი. ეს არის კრემინო? კრემინო. ცივია, ხო? საინტერესოა. აბა გავსინჯოთ კრემინო. ძალიან გემრიელია. ეს ლაბარაკო. ჩემი პირველი კრემინო. რო შევაფასო აქაურობა, აი ძალიან კარგი ადგილია, არ არის გადაჭედილი. ერთადერთი მინუსი ის არის, რომ არ მოდის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ანუ არც მატარებელი ავტობუსი არ მოდის, რომ მოხვიდე, ან ზღოლი იქირაო, ან მანქანა. მაგრამ რეალურად ალბათ მთელი მუღამით ეგ არის ამათთვის, რომ რაღაც განსხვავებული დასასვენებელი ადგილია, პატარა სოფელია, რომელიც არის ძალიან ლამაზი და საყვარელი.
აქ სკოპელოში არის რამდენიმე ადგილი სანაპირო, რომელიც ძალიან ლამაზია, მაგრამ მაინც განსხვავდება ერთმანეთისგან. თავიდან ლატონარადის სკოპელო ქვია, სადაც ვფიქრობდით მისვლას, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდით ამ ადგილას. ამ ადგილს ქვია კალამაძო დი შაკა. კიდევ არის რაღაც ადგილი, სადაც ძველებური შენობებია, ეკლესია, მგონი პატარა ციხეც არის. მაგრამ როგორც მცხოვრმა გვითხრა, ეგ არის მთაზე შეფენილი პატარა სოფელი. ან იქ უნდა წავიდეთ, ან სანაპიროზე წამოსულიყავით და რა თქმა უნდა, სანაპიროზე წამოვედით, იმიტომ რომ იყო მთავარი მიზანი. თავიდან ცოტა მოგრუბლული იყო, წამოწინწყლა კიდეც. მაინც ხელოდა, მაგრამ აი ზერო ანათებს მაინც სხვა არა. кейსი მაქვს გამჭირვალე, რომელშიც მობილური უნდა ჩადო. რო წყალში ჩაიტანო, მაგრამ დამრჩა პალერმოში, რისთვის წამოვიღე, არ ვიცი. თევზები არიან წყალში და წყალიც ისეთი ლამაზია და თევზიც იმდენია, რომ ულამაზეს კადრებს გადავიღებდი, მაგრამ ხო და რა ვიცი, უმობილო დარჩენა არ მინდა ბევრი სკავრო წყალში ჩავიტანო. პატარა ბავშვით მიხარია. მალე უნდა წავიდეთ და დაკო მოიტანა ეს სათვალეები და პატარა სასუნთქი ჯოხი. თავი აღარ ამოყავი წყლიდან. ეს თევზები ხო დადიან. სანაპიროზე ვარ თან, აი აქ ახლოს, აი აქ ამ დაბალ წყალში. ოდნავ ღრმად შევედი და იმდენი თევზი დადიოდა. აი საერთოდ რო თვალით ვერ ვამჩნევდი. თან უამრავი ქვა, დიდი ლოდები, პატარა ქვები და ამ ქვებს შორის რო დაცურავენ, ხავსზე რო გადაივლიან. ეს ხალხი რო დაცურავს და თევზები რო არიდებენ ძალიან ნაზად თავს. აი ხო არაფერია, მაგრამ იმ ხალხს სიამოვნება მივიღე. მე მგონი სურვით და აქაურობით არ მიმიღია მაგ ხალხს სიამოვნება. ოდესმე უნდა ვცადო, აი სინათლე რო აღწევს და წყალმცენარეები როა და ბევრი ლამაზი თევზი რო დაცურავს და მეც მათთან ერთად დავცურავ. და მოკლედ მივხვდი რომ უნდა გამოვცადო მომავალ წელს აუცილებლად წალსადმე და ამ ყველაფერს გამოვხდე. ძალიან მეანება წასვლა. მაგრამ პალერმო მელის წავედით. Arrivederci. A dopo.